ზიად თვითონაც მთელი პროცესი არ ჯდებოდა, ესე დადიოდა ძალიან მშვიდად და რაღაცნაირად ამ სიმშვიდეს და მუგეშს ასხივებდა და ეს ბიცოლა ნერვიულობდა, რომ აიმე და რატო არ ჯდება, მაგას ნერვიულობდა, რომ აი ამდენი ხანი ფეხზე რო დგას, დააჯდეს. მაისის ბოლოს იყო, წავედით, შევიკრიბეთ, ძალიან მინდოდა მე, დიდი ხანია ძალიან მინდოდა ბზიას სასამართლოზე და რომ ძალიან მართლა დიდი ინსპირაცია არის ჩემთვის და ყველასთვის ბზია მახლობელი. რომ შევედით დარბაზში, აი თან ნერვიულობდი ძალიან, რომ არ მინდოდა რომ ვინმეს ადგილი არ ყოფნოდა, აი მეგობრებს, თორე მე არ ვიცნობ და მეგობრის დანახვა და ნათესავის დანახვა, რა თქმა უნდა, უფრო უხარია ადამიანს. და თან ძალიან გვინდოდა რომ შევსულიყავი, თან არ გვინდოდა რომ ეს ადგილი ვინმესთვის დაგვეკლო. ზიას ძმა იყო იქ, ყველას თავის ადგილს უთმობდა, თვითონ ფეხზე იდგა ეს კაცი. თითქოს აი მიგვიღო და ძალიან გაუხარდა რომ ჩავედით. მოკლედ აუცილებლად უნდა შეხვიდეთო, თქვენო ახლა ჩამოხვედით თურისთან, რა თქმა უნდა, შევედით, დავსხედით. ჩვენს გვერდით ისხდნენ მზიას მამიდაშვილები, ბიძაშვილები, ბიცოლა და ჩემს გვერდით გულის ამაჩუყებელი იყო, იმიტომ რომ ეს ქალი რაღაცნაირად ყვებოდა მზიას ბავშვობის ისტორიას, რომ აი რაღაცა როგორი გოგო, აი ძალიან გუწრფელად ახლა არც გვიცნობდა, უბრალოდ რაღაცა გვერდით ვესხედით ძალიან გულსამაჩუყებელი იყო და როგორ ეს ქალები როგორ გულშემატკივრობდნენ მზიას, ძალიან მამაცები იყვნენ და კარგი იყო რომ მოგვეცა შესაძლებლობა რომ რაღაც მხარდაჭერა გამოგვეხატა მზიას მიმართ. მაგრამ ჩვენ უფრო ძალები მოვიკრიბეთ ჩემი ერთ მაგ პროცესის მერე. ჩვენთვის იყო რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რომ მან ჩავსულიყავით და ძალიან დავიმუხდეთ. ძალიან ბევრი სიყვარული მივიღე პირადად.